გამარჯობა. როგორც დავაანონსე წინა დღეებში, სადაც დავწერო მეგობრებო, მოგიწოდებთ შევქმნათ სამშობლოს დაცვის სახალხო მოძრაობა, ვიცე-მეთანხმები თანხმობა დაწერეთ. აი დღევანდელი ამ დროისათვის მონაცემებით 92 ადამიანს აქვს მოწონება გაკეთებული და ეთანხმება სრულიად, რომ ეს მოძრაობის ჩამოყალიბება თulis აუცილებლად და დროულად. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ აი ამ საღამოს, რომ ხვალ შევიკრიბოთ დედაენის ძეგლთან 2 საათისათვის და მეც აი აქ ჩამოწერილი მაქვს სადღაც 1-20 საკითხი იქნება. ალბათ თქვენს გაქვთ ჩვენებურად ჩამოწერილი რაღაც საკითხები, კითხვები და ყველამ ერთად მიუხედავად საქართველოს აი ამ გაჭიროებულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ის ჩასვეს წინა ხელისუფლებამ, იმ ხელისუფლებამ, კიდევ უფრო წინა ხელისუფლებამ და დღემდე მოდის ეს გაუძლებელი მდგომარეობა და აი აქედან რომ გამოვიდეთ თითოეულმა ჩვენგანმა დღეს უკვე ისეთი დრო დადგა, რომ სხვა გზა აღარ არის რა. ყველამ აი ქუდზე კაცი რო იტყვიან რა, ისეთ მდგომარეობაში ვარ და ყველამ უნდა შევიტანოთ მისი კეთილდღეობისათვის, ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისათვის, მომავალი თაობებისათვის, განსაკუთრებით ბავშვები ვინც მოდიან, ისინი რა ქვეყანაში უნდა გაიზარდონ. მე მაგალითად აი ამ გადასახედიდან უყურებ, გამოდის რომ არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. მშვიდი ბავშვობა, ეკონომიურად ძლიერი, ფაქტობრივად წელიწადში ორჯერ დავდიოდი დასასვენებლად ზაფხულში, ზღვაზე, ზამთარში, ბაგურიანში და ასე შემდეგ. მარტო ჩემი ოჯახი არ იყო ესეთ მდგომარეობაში, თითქმის უმრავლესი 90 კი არა 99% ესეთ მდგომარეობაში იყო. იმ პერიოდის ბავშვები. შემდეგ უკვე აი რაც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა და დაიქცა, მე პირიქით მეგონა რომ უკეთეს ცხოვრება გვექნებოდა და იმ ევროპულ სახელმწიფოებს, რომელსაც ჩვენ უყურებდით, ასე რომ ვთქვათ, ისეთი განწყობილი ვიყავით, რომ აი ჩვენც ვიცხოვრებით, როგორც ისინი ცხოვრობენ, ისეთი წარმატებული ვიქნებოდით, აბსოლუტურად სხვანაირად შეტრიალდა ჩვენი ქვეყნის ბედი. უბრალოდ შეატრიალეს ძალიან სუდად. აი ეს მოიტანა პირველი ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით დაშლამ, განადგურებამ და ჩამოგდებამ. შემდეგმა ხელისუფლებამ არნახულ გაჭირვებაში ამყოფებენ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ქვეყანას. მოკლედ ეს რო არ გაგრძელდეს და ეს მდგომარეობა შევცვალოთ, ამისათვის მოგიწოდებთ, რომ ხვალ მობრძანდეთ და დავიწყოთ მოძრაობა სამშობლოს კეთილდღეობისათვის. ერთ-ერთი წარმატებული რო გავხადოთ ჩვენი სამშობლო. ამისათვის საჭიროა ყველამ გამარჯვება ღირსებისაკენ დავიწყოთ. ღირსება არის უმთავრესი, როდესაც ერთს ღირსება არ გააჩნია, ის ვერაფერს ვერ გააკეთებს. და დღეს ადამიანები დაგსახსეს, გაათითო კაცეს. ამისათვის გვჭირდება ჩვენ შეკრება, ერთად ყოფნად, ერთ მუშტად რომ დავდგებით. მაშინ ვერანაირი ძალა ჩვენ წინააღმდეგობას ვერ გაგვიწევს. ღმერთი ჩვენ მხარეზე იქნება. ერთად, ერთხმად, ყველაფერს შევძლებთ. ასე რომ მოგიწოდებთ, რომ ყველანი მოვიდეთ და ეს საჭირო ბოროტო საკითხები, ერი საჭირო ბოროტო საკითხები ერთად, ერთხმად მივიღოთ და გადავწყვიტოთ. აი ჩემ მოსაზრებებს შეიძლება დაეთანხმოთ, შეიძლება არ დაეთანხმოთ, ვისაც უკეთესი ექნება, ის აზრი გავიტანოთ და ასე უნდა მოვიმოქმედოთ, ახლა სხვა გზა არ დაგჩენია რა. სხვა გზით აგენ დღემდე მივყავართ ამ ხელისუფლებებს და ჩიხში შევიდნენ ფაქტიკურად. თვითონაც ვეღარ ართმევენ არსებულ მდგომარეობას თავს. ასე რომ გელოდებით. იმედია ყველანი მობრძანდებით და ერთხმად გადავწყვეტ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საკითხებს და წარმატებულს გავხდით. ისეთ წარმატებული იქნება, როგორც სხვა დანარჩენი სახელმწიფოებია ევროპაში. დანიასავით, შვედეთივით, პოლონეთივით, ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთივით,
ბულგარეთივით, ესპანეთივით, შეგვიძლია ნუ აღარ ვამბობ დიდ სახელმწიფოები როგორიც გერმანია და ინგლისი და საფრანგეთი. ერთ-ერთი ნორმალური სახელმწიფოდ ჩამოყალიბებთ ამის ყველანაირი რესურსი გაგვაჩინია. ისეთ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ, კაცო, სიცხვილია გაჭირვებაში, რომ ცხოვრობდეს ქართველი ადამიანი. და არა მარტო ქართველი ადამიანი, მე საქართველოში მოვიაზრებ ყველას, ვინც ამჟამად ცხოვრობს ჩვენს რესპუბლიკაში, ჩვენს ქვეყანაში. ყველას ეხება ეს, ყველა უნდა მოვიდეთ. ახლა ეთნიკურად მარტო ქართველი კი არ უნდა მოვიდეს, სულ ყველა უნდა მოვიდეთ და ამოვიღოთ ხმა. ყველა რომ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ყველას მოვალეობა არის, რომ ჭირშიდაც და ხინშიდაც ერთად დავდგეთ ჩვენ. ისი არა მარტო ბრძოლის დროს ქართველმა იბრძოლოს და დანარჩენი ეთნიკურად სხვა ხალხმა ეს გვერდზე დადგენ. არა ბატონო, ყველანი მოგცანდით და ყველამ ერთ ხმად დავიწყოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის აი ამ გაუსაცლისი მდგომარეობიდან გამოსვლისათვის. აბა ხვალამდე ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.